საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრამდე შტეფან ფულეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შეხვდა უწმინდესმა შტეფან ფულეს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ გამოძებნა დრომასთან შესახვედრა და აღნიშნა, რომ საქართველოს გამოიარა მძიმე კომუნისტური რეჟიმი და კმაყოფილება გამოთქვა, რომ საქართველო ახლა მიემართება ევროპული სტრუქტურებისაკენ. საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის იდეა განხორციელდეს, განაცხადა პატრიარქმა. თვითონ იმას, რას არ მოიცავს და რა მადლობას გიხდით, რომ მიიღეთ მორჩილი თხოვნა და მომეცით შესაძლებლობა მესაუბროთ თქვენთან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე. ეს წელი მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებისთვის. მესმის, რომ ყველა ჩქარობს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, მაგრამ ადამიანებმა ღრმად უნდა გაითავისონ თუ რა ღირებულების არის ის. ევროპული პრინციპები არ გულისხმობს ტრადიციებზე ზეგავლენას და არც უკიდურესი ნეოლიბერალური ღირებულებების თავზე მოხვევას. ქართველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ თუ როგორ მოხდება კანონმდებლობაში ევროპული ღირებულებების